I'm German homelos, I drink coffee and I know things. 32 ეპიზოდის თემა არის როგორ ამოვიცნოთ არჩევანით კეთილი ადამიანი. ბავშვობიდან შეიძლება შემორჩენილი გქონდეს სინამდვილის ამ ნაწილის არასწორად აღქმა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ბავშვობაში ვინმე კეთილი ადამიანი რომ შეგხვდებოდა, რამდენადაც ბავშვს შეუძლია ასეთი დეტალების დაჭერა, გვესმოდა ვინ იყო, როგორი იყო ბოროტი ადამიანი და როგორი იყო კეთილი ადამიანი. ძირითადად მათ გარჩევას ჯერ წიგნებსა და ფილმებში ვიგებდით, ეს ვისაც გაგიმართლათ და მე ზედმეტად პატარა ასაკში მომიწია მათი ერთმანეთისგან გარჩევის სწავლა. მოკლედ, როცა ხედავდით დადებით და სასიამოვნო ადამიანს, ესე იგი კეთილ ადამიანს, მიამიტურად და გულუბრყვილოდ გვეგონა, რომ ეს ადამიანი ასეთი კეთილი და დადებითი ადამიანი, იმიტომ არის, რომ ასეთად დაიბადა. წინასწარ დაწერილი პერსონაჟივით, ბოლომდე დადებითი ადამიანი გვეგონა. გვეგონა, რომ ამ ადამიანს უბრალოდ ბუნებრივად ჰქონდა ასეთი რბილი და სასიამოვნო ხასიათი, სიკეთე. ძალიან კი გვიყვარს ყველაფრის გაუბრალოება და გამარტივება ჩვენ ადამიანებს, მაგრამ ხშირად რაღაცები მართლა იმაზე რთულადაა, ვიდრე ერთი გახედვით, შეხედვით ჩანს, რომ გგონია სიკეთე მარტივი და სულელურობის გამოვლინება, სისუსტის ნაყოფი, ეს ასე არ არის. ასეა იმისთვის, რომ სიკეთის აზრს ასწუდე. ბოროტების ყველაზე ღრმა და ბნელი კუნჭულები უნდა მოინახულო. ეს ნიშნავს, რომ ეს ჩვენი სიყვარული, რომ ეს ჩვენი საყვარელი კეთილი ადამიანები უმეტესწილად საშინელ, საზარელ, ტკივილ და ბოროტება გადამხდარი გამოვლილი ადამიანები არიან. ესენი არიან ის ხალხი, ვისაც ყველაზე მეტჯერ ადგინეს, ყველაზე მეტჯერ უღალატეს, გარიყეს, დაჩაგრეს და არანაირი ბოროტება არ დაუნანიათ მისთვის ადამიანებს და ცხოვრებას. და აი ამ მომენტში და წუთებში ყალიბდებოდა ადამიანად, კეთილ ადამიანად და რითი და არჩევანით. იმ არჩევანით, რომელიც უზარმაზარ ინტელექტუალურ განვითარებულობას და თვითნაბად ნიჭს მოითხოვს. ამ ნიჭის დახვეწას და სწავლას, რადგან გამზადებული ესეც კი არავის გვეძლევა. მიდის ამ არჩევანამდე, სადაც ორი მიმართულებაა. ერთი არის სუსტებისა და ბრიყვებისთვის, რაც ამ ტკივილის გაბოროტების და დემონად ქცევის მიზეზად საშუალებად გვიხატავს და არის მეორე ძლიერ, ზეცნობიერ, ნამდვილ ინტელექტუალად ჩამოყალიბების გეგმას გვჩუქნის. სინამდვილის სწორ და გასაგებ სურათს გვიჩვენებს გიგანტურ ეკრანზე. შეხედე, დააგვირდი, გაიაზრე, ეს ყველაფერი, რაც გამოიარე და გაუძელი, რომ გატკინეს, დაგაზიანეს, შენ ჩაქრობას ეცადნენ იმისთვის არის, რომ შენც მათ დაემსგავსო? აბა კარგად დაფიქრდი, მართლა ეს გგონია ამ ამბის გასაღები? ამ თავსატეხის ამოხსნა ეს გგონია? ესე იგი, რისთვის მომხდარა ეს ყველაფერი? რისთვის გადაიტანე ამდენი ტკივილი და ბოროტება? რომ შენ არაფრით დაემსგავსო მათ, არც ერთი ციცქნა, თვისებით, პირიქით, უნდა იქცე ადამიანად, ვინც ასეთი ადამიანებისგან სხვა სუფთა ადამიანებს, შენსავით ბავშვებს დაიცავს და არ მისცემს ამ დემონებს საშუალებას, რომ სხვებსაც განაცდებინონ ის ტკივილი, რაც შენ გამოიარე. აქ ისევ ადამიანების ქრისტიანული სიყვარულია საჭირო, რომ მე ისე მიყვარხარ ადამიანო, რომ არაფრით დაუშვებ ისე დაიტანჯო, როგორც მე დავიტანჯე, დაგიცავ და შენს გვერდით ვიქნები. დავდგები, როცა საჭირო გახდება შენს გვერდით. ძალიან გაღიზიანებულია ეს ნატკენი ადამიანი, საშინლად გაღიზიანებულია. გაგიჟების ზღვარზეა, სტკივა, შფოთავს, აღარ იცის სად გაიქცეს, ვეღარ უძლებს ამდენ შემოტევას დემონებისგან, ბოროტი ადამიანებისგან. აწვევიან მთელი ძალით. და ესეც მზადაა თითქოს გადახდეს ბოროტების ჯურღმულებში. არაფერი აკავებს მართლა არაფერი აკავებს. აქვს ყველანაირი მიზეზი, რომ ბოროტი ადამიანი გახდეს. აბა ასე გაიმეტეს, ასე გაწირეს, ასე დაჩაგრეს. ასე და ამ ზღვარზე მყოფი, ამ ჯურღმულთან მყოფი, ჯურღმულში ჩავარდნის ზღვართან მყოფი იკრებს ამ ინტელექტუალურ ნიჭს
ამ სულიერ ნიჭს, ქრისტიანულ ნიჭს, ამ ერთი უკან გადმოდგმული ნაბიჯით ბოროტების ჭურღმულისგან უცბად ნათდება უკვე ისე რომ კაშკაშს იწყებს და ისეთ სინათლეს გამოსცემს კეთილ ადამიანად ქცევის სიკაშკაშეს, რომ ეს დემონები, რომლებიც გადაგდებას უპირებდნენ, ვეღარ უძლებენ ამ სიკეთის და სიყვარულის სითბოს სიკაშკაშეს და გარბიან და თან მიჰყავთ თავიანთი დამორჩილებული ადამიანები და ასე რჩება ჭეშმარიტად კეთილი ადამიანი მიტოვებული და იგნორირებული, რადგან დემონები ვეღარ უძლებენ მისი სიყვარულის სიკაშკაშეს, მისი სიკეთის სიკაშკაშეს, სინათლეს და უფრო გასაგებად ვეღარ უძლებენ ქრისტეს, რომელიც ამ ადამიანში იწყებს ზრდას. მის სიკაშკაშეს ვეღარ უძლებენ. მხოლოდ ადამიანს მარტო არაფერი შეუძლია. თუ კი რაიმე კარგი გვაქვს, ეს ყველაფერი გვაქვს ქრისტესგან. შეიძლება იფიქროთ წამსვე, რომ მე მინახავს კაცი ასე ბუნებრივად კეთილი ადამიანი და მეტიც იმდენი მინახავს არაქრისტიანი და კეთილი, რომ რა მოთვლისო. მაგრამ გაიხსენეთ ის, რაც დასაწყისში ითქვა, ყველაფერი ისე არაა, როგორც ბავშვობაში გგონია. ეგ სიკეთე, რასაც მათში ვხედავთ, არ არის სიკეთე, ეგ არის უბრალოდ მიწიერი ადამიანური თავაზიანობა. აბა მიდით და რაიმე ცუდი გაუგეთეთ, ან შორიდან დააკვირდით, როცა ვინმე რაიმე ბოროტებას გაუგეთებს ამ ადამიანს, როგორ იფეთქებს მასში ამპარტავნება და ცოცხლად შეჭამს და გაგლიჯავს იმას, ვინც ცუდად შეეხო. აი კეთილი ადამიანი, რომელიც ძალას იღებს, სიყვარულს და ჭკუას იღებს ქრისტესგან, იმ დონეზე იყვარებს ადამიანებს, რომ სულ რომ აწამონ, დაანაწევრონ, რაც კი საშინელებაა ყველაფერი დამართონ, მაინც არ გაბოროტდება, არანაირად არ გაბოროტდება. ეგა კაცო სიყვარული კი არა, სიდებილე და ლაჩრობააო, ესე იფიქრებენ. საქმეც ამაშია, რომ სწორედ ესაა ნამდვილი ჭეშმარიტი სიყვარული და სიკეთე, ქრისტიანული სიყვარული, უპირობო სიყვარული. ამან მე სასახლე ამიშენა, ტორტი გამომიცხო და დღეში სამჯერ მაქებს და ამიტომ მიყვარს კი არა. ანუ პირადი გამორჩენის გამო კი არა, არამედ სულ რომ ახლავე მომკლას, მე მაინც მიყვარს და მაინც არ ვუსურვებ ცუდს. ახლა შეიძლება იფიქრონ, რომ მე ამას რომ ლაპარაკობ, უნაკლოების განსახიერება ვარ და ყველასთვის ყველაფერი ნაპატიები მაქვს. არა, ბევრი რამე მაქვს მართლა ნაპატიები, მაგრამ აქ არის მთავარი დაუნებებლობა, რომ მე ვცდილობ, რომ ქრისტეს რამდენადაც შემიძლია დავემსგავსო, რამდენადაც შემიძლია ვაჯობო ჩემს დემონურ ფიქრებს. რომ რამდენჯერაც დავეცემი, იმდენჯერ ავდგე. ხან შეიძლება ჩამოვრჩე, შემეშალოს, მაგრამ არ ვნებდები და არ ბოროტდები. ეს არის სიკეთე, როცა ყველანაირი ზეწოლის შემდეგ, დემონების ყველანაირი თავდასხმის შემდეგ, ტკივილის, ბოროტების შემდეგ, ადამიანი განაგრძობს ადამიანების სიყვარულს, ანუ განაგრძობს ქრისტიანობას.